Realmშვიდობისა დილა პირველზე ეთერშია, ჩვენ სტუდიაში კი არაერთი სტუმარია, თუმცა სანამ მათ გაგაცნობდეთ, მოკლედ გეტყვით, რომ თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა ახალი დეპარტამენტი, რომლის მიზანიც გახლავთ სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო პირთა და მათი ოჯახის წევრებზე ზრუნვა. ახლა კი გაგაცნობთ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, ბატონი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მომსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პაატა ჯიბუტი, კაპრალი, აფხაზეთის ომის დროს დაჭრილი გახლდათ ის, გარდა ამისა ტრისტან ჩიტიძე, სერჟანტი, რომელიც ეგრეთ წოდებული აგვისტოს ომში იბრძოდა და თემურ დადიანი, კაპრალი, რომელიც ავღანეთის მისიის შესრულების დროს დაიჭრა. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთათვისაც შეიქმნა ეს დეპარტამენტი. არა, მოდით თქვენგან დავიწყოთ ზუსტად, რა მისიას შეასრულებს აღნიშნული დეპარტამენტი. დილამშვიდობის, მივესალმებ მაყურებელს. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ ჩვენ ამ დეპარტამენტის შექმნის ისტორიას. თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროში ჩვენ მქონდა უბრალოდ დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის პროგრამა. და რაღაცა შედეგს, ასე ვთქვათ, მივაღწიეთ. სულ 3 წლის არის ეს, ასე ვთქვათ, მიმდინარეობა wounded warrior care-ის მიმართულებით. მინისტრის ინიციატივით, ქალბატონი თინას ინიციატივით შეიქმნა ეს დეპარტამენტი, გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შეიქმნას, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი მხარდაჭერის სისტემა ჩვენი სამხედროების და მათი ოჯახის წევრებისთვის. აქამდე ჩვენი სამედიცინო დეპარტამენტი მუშაობდა, იყო კონცენტრირებული ძირითადად აი ამ პრობლემატიკაზე, უბრალოდ გამომდინარე იქიდან, რომ კონცენტრირება უნდა მომხდარიყო მათი მხრიდან სამედიცინო საკითხებზე, ის სოციალური თემები, რაც აწუხებს ჩვენ სამხედროებს, მიზანშეწონებულად ჩავთვალეთ, რომ წამოგვეღო სამოქალაქო სექტორისკენ. რომ ჩვენ სამედიცინო დეპარტამენტს მოეხდინა კონცენტრირება სამედიცინო თემატიკაზე, პაციენტებზე და უშუალოდ აი თქვა ტრავმაზე ან ავადმყოფობაზე და დანარჩენი წამოგვეღო აქეთ. ერთ-ერთი ნაწილი ამ პროექტის არის მხარი მხარს, ესე ქვია, ხო, რომელიც მოიცავს რეაბილიტაცია, რესოციალიზაციას. აი კონკრეტულად რო ველაპარაკოთ, აი რა ხდება, როდესაც თქვა იქ მოდის ჯარისკაცი, რომელიც როდესღაც დაიჭრა. დავაზუსტებ, ანუ ამ პროექტის ნაწილი არ არის მხარი მხარს არის მთლიანად მთელი შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის, ანუ ჩვენი პროგრამა, ანუ დეპარტამენტის საქმიანობა. პირიქით თქვია. დიახ. ანუ ეს ითვალისწინებს როგორც ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, ასევე იურიდიულ კონსულტაციას, ფინანსურ კონსულტაციას და ასე შემდეგ. ანუ ეხლა დავიწყეთ ჩვენ ეს ამ დეპარტამენტის სადღაც 2 კვირის წინ დავიწყეთ დაკომპლექტება და ოჯახის მხარდაჭერის პროგრამა ანუ სურვილი და უკვე რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯები გვაქვს ოჯახის მხარდაჭერის პროგრამის თვალსაზრისით, ანუ გვინდა ბიზნესების მოძიება, უკვე ყავს კონკრეტული პარტნიორები, როგორც ქართველები, ასევე ამერიკელი პარტნიორები. კერძო სექტორი, რომელიც ჩაერთო. კერძო სექტორი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში, იმიტომ რომ ჩვენი სამხედროები, ვინც დაშავდნენ სხვადასხვა საომარი მოქმედებების დროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, სამშვიდობო მისიებში, ისინი მათ არ შეუწირიათ თავიანთი ჯანმრთელობა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს არის მთელი ქვეყნის და საზოგადოების ვალი, რომ ამ ხარში ამოგვიდგეს და ქალბატონ თინა ხიდალშელს აქვს ქონდა სურვილი და ასე ვთქვათ მოუწოდა ყველა თუ არის უკვე გამოხმაურება, ვთქვათ, კერძო სექტორიდან, ვიდრე გადავალთ ბიჭებთან, რომ უკვე ვილაპარაკოთ. არის კონკრეტული გამოხმაურებები უკვე არის, ძროები არის, შემოთავაზებები არის, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც აღნიშნე საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებისგან, ასევე ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კერძო სექტორიდან. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ ტიპის ინსტიტუცია, რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ომის პერიოდში დაჭრილ ან დაშავებულ ჯარისკაცებს დაეხმარება, იქნება ეს რაღაც ფიზიკური დახმარება, ჯანმრთელობის მხრივ თუ ფსიქოლოგიური და ასე შემდეგ. ან რომელიმე მიპასუხოთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ამ დეპარტამენტს, იმიტომ რომ ჩვენ უშუალოდ პატასთან გვექნება შეხება, ყველა კარგად ვიცნობთ პატას და პატამაც კარგად იცის, რა არის დიდი ხანია ჩვენ სამუშაოს, როგორც თვითონ ახსენა, 3 წელი არის დაახლოებით, ხო? და კარგად იცის რა არის ჩვენი პრობლემები და რასთან დაკავშირებით გვაქვს დიდი სირთულეები გადასალახი. და
ჩვენთვისაც ასახალოა რომ ეს ამ პროგრამის ამ დეპარტამენტის მეთაური არის პატარა დეპარტამენტის დაფუძნება ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო მეტი საქმე გაკეთდება ჩვენ ამის იმედი გვაქვს და უფრო მეტი იმედი გვაქვს ამ დეპარტამენტს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ ჯარისკაცები და რაღაც არსებობს სტერეოტიპი ან შესაძლოა ჭეშმარიტება და აბსოლუტური სიმართლე, რომ ჯარისკაცებს აქვთ ყველაზე მყარი ფსიქიკა, რომ ისინი არიან ყველაზე უფრო ძლიერი სოციალური ფენა საზოგადოებაში. თუმცა იმ არაერთი ტრავმის გამო, რომელიც საომარი მოქმედების დროს ჯარისკაცებს ადგენთ და მათ ოჯახის წევრებს, ალბათ წარმოუდგენელია ხომ ვისაუბროთ ამ პროცესიდან გამოსვლაზე დახმარების გარეშე. აი თქვენ აფხაზეთის ომში იბრძოდით და მას შემდეგ რაც ომი დასრულდა, არავით არის მსგავსი პროგრამა, რაც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ან ოჯახის წევრების დახმარებას გულისხმობდა, არ არსებობდა. შეგიძლიათ გაიხსენოთ, აი რა საჭიროებები იდგა მაშინ თქვენი და თქვენი ოჯახის წინაშე? მოგესალმებით, პაატა ჯიბუტი, უფროსი სერჟანტი, მოქმედი სამხედრო, პირველი ქვეითი მსუბუქი ბრიგადა. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ნამდვილად მე აფხაზეთის ომში ვიბრძოდი 92-93 წლებში. ნამდვილად მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო, ნამდვილად მოგეხსენებათ ახლა სხვა პერიოდია. ნამდვილად ის დაჭრილი მეომრები ძალიან სიქლიურ იმას გადიოდნენ რა, ძალიან არანაირი დახმარება არ იყო და აი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდნენ და უფრო მეტად აი დაავადებულები იყვნენ ეს ჯარისკაცები, არანაირი დახმარება, არანაირი ის არ იყო და ეხლა რომ შეიქმნა ესეთი ბატონი პაატა ჩაუდგა და ძალიან კარგი იქნება რომ იმ დაჭრილ ჯარისკაცებს უნდა ფსიქოლოგიური ყურადღება ჭირდება, რაღაც მოვლა ჭირდება, პროტეზირება ჭირდება და ბევრი რამეა, როდესაც ადამიანი, აი უშუალოდ დავიღოთ რომ როდესაც ადამიანს ასეთი ფსიქოლოგი ომში მეგობარს ოდაგარგავ დაიჭრები მძიმედ და შენ ყურადღებას არ გაქცევენ და გარიყული ხარ, ეს ძალიან ცუდია. როდესაც შენ სამშობლოსათვის იბრძვი, ყველაფერს აკეთებ რომ შენი ტერიტორიები დაიბრუნო, შენი მიწა-წყალი დაიბრუნო და შენი საქართველო იყო საყვარებული, ყოველთვის სახელმწიფო ვალდებულია რომ ასეთ ჯარისკაცებს გვერდზე დაუდგენ. ფსიქოლოგიურად და მორალურად. და მოხარული ვარ მე ასეთი დეპარტამენტის ჩამოყალიბებით, რომ ესენი დაეხმარებიან უშუალოდ ჯარისკაცებს, გვერდზე დაუდგებიან ყველა საკითხებში და მე მგონი ის ჯარისკაცი იგრძნობს იმ სულისკვეთებას, რომ ის იბრძოდა სამშობლოსათვის, იმან თავის შესწირა სამშობლოს სიყვარულს და იმ ოჯახებსაც, რომლებსაც იმ სულისკვეთება აქვს, რომელსაც შვილი გასწირა სამშობლოს და სამშობლო მას დაუფასებს, გვერდზე დაუდგება. ეს არის დიდი და მორალური და სულიერი მხარდაჭერა. და მე მადლობელი ვარ ასეთი დეპარტამენტის ჩამოყალიბებისათვის, რომ კეთდება ესეთი რამე მებრძოლებს მხარში დაუდგებიან და მადლობის მეტი ჩვენ არაფერი არ გვეთქვის, რომ ის პერიოდიც მახსოვს, ამ ომშიც მონაწილე ვარ, ბევრი მეგობარი დავკარგე, ბევრი ადამიანი დავკარგე და ჩვენ ვეცდებით, რომ მე მაგალითად იმ სულიერად ძლიერი ვიყავი, მაგრამ ზოგი ვერ უძლებდა ესეთ ტრავმებს, ესეთ ფსიქოლოგიურ იმას ვერ უძლებდნენ და აი ვარდებოდნენ დეპრესიებში, ზოგი არის შემთხვევები თავს იკლავდნენ და რა ვიცი და ესეთი დეპარტამენტით რთული ზუსტად აი ამ 90-იანი და აი 90-იანი ძალიან მოგეხსენებათ ყველას ახსოვს ის პერიოდი რომ არანაირი ის არ იყო, არავინ ყურადღებას არ აქცევდა. ეხლა ჩამოყალიბდა რომ აქცევენ ყურადღებას, შედიან სახლებში, რა უჭირთ, რა ურხინ და ეს მე მგონი თითოეულ ჯარისკაცისთვის ხარდაჭერა და გვერდზე დგომა. ტრისტან 2008 წელს შინდისის ბრძოლებისას დაიჭერით თქვენ. ამბობენ ხოლმე რომ აი არც ერთ ჯარისკაცს თქვა საქართველოში მიმდინარე თუ არსებული ომისას არ ქონია დახმარება, მაგრამ ეხმარებოდნენ 2008 წელს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში მოხდა და რატომღაც ესე ითვლება. რამდენად ასეა? ანუ თუ არსებობდა რამე თქვა ფსიქოლოგიური იქნება თუ რაღაც მორალური მხარდაჭერისთვის რამე სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც თქვა თქვენთან ჯარისკაცებთან მუშაობდა, რომ ამ ხრივ გადაგელახათ რაღაც ის ბარიერები და მძიმე ვითარებები, რომელიც თქვენ გქონდათ საკუთარ თავში თუ ოჯახში. იახ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. რა თქმა უნდა, გქონდა თავდაცვის სამინისტრომ რო შექმნა ეს პროექტი, რომელიც არის ჩვენი პატა, რომელსაც უდგია თავში. პირველ რიგში მაგიტომ შეხვნა, რომ აი ჩვენი ის ფსიქოლოგიური დატვირთვა რაც გქონდა, ის გადაგველახა. არა თუ კურნალობით, არა თუ სპორტით. რომ გავყოლილიყავით სპორტს და ყველაზე მეტი თერაპია ერთგვარი, რომელიც ის არის
არა წამლით, არამედ ვარჯიშით, რო გამოყვან მდგომარეობიდან. აი რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილ რომ ნელ-ნელა სრულდება ამ ბლოკის ყოველში 90-იანი წლებიდან დაწყებული ხო არა ერთი ომი იყო უშუალოდ როდესაც ტერიტორიული თემების აღდგენისთვის იბრძოდა ქართული ჯარი ასევე სამშვიდობო მისიები ხო რა რაოდენობის ადამიანზეა საუბარი თუ კი ჩავთვლით რომ მათი ოჯახის წევრები ასევე არიან ასე ვთქვათ ის სოციალური ჯგუფი რომელსაც ეს დეპარტამენტი უნდა დაეხმაროს ყველა ომს თუ მოვიცავთ, ანუ ეს დეპარტამენტი იმუშავებს უშუალოდ იმ სამხედროებზე, ვინც ირიცხებიან შეიარაღებულ ძალებში. დღეს შეიარაღებულ ძალებში რა სტატისტიკაც დღეს გვაქვს ამ ეტაპისთვის, მაგრამ მიდის ასევე გადახედვა, იმიტომ რომ ზოგი 78 კაცი არის სამკურნალო შებულებაში, ასევე არიან ისეთი სამხედროები, ვინც არ არიან სამკურნალო შებულებაში, მაგალითად როგორც პაატა და კიდევ რამდენიმე და დადიან სამსახურში, სადღაც ჯამში გამოდის 191 კაცი დღეს. დღევანდელი მონაცემით შეიარაღებულ ძალებში. რაც შეეხება ეს მოიცავს ყველა კონფლიქტს, ვინც ირიცხება ჩვენთან. დანარჩენი უკვე ვინც სამინისტროს გარეთ არის, ის უკვე ვეტერანთა დეპარტამენტის, ასე ვთქვათ, კოლგის ქვეშ ხდება და ბატონი შიხიაშვილის უწყების მისახედია. ჩვენთან ერთად რასაკვირველია, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კონტაქტი გქონდეს მათთან. რომ ჩვენი გამოცდილება გაუზიაროთ ყველა მიმართულებით და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება თუ კი ომის ვეტერანებსაც შეეხება ეს რეაბილიტაციის პროგრამა ფსიქოლოგიურ ეს უნდა შეეხოს მაგაშია საქმე რომ მთელი საზოგადოება უნდა ჩაერთოს ამაში ანუ მარტო ეს სამინისტრო არ არის გაგიხადოთ წარმატებებს გისურვოთ პირველ რიგში უღრმესი მადლობა თქვენ ჩვენ სტუდიაში მოსვლისთვის